ევროპის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის ცნობით ევროპის ბანკებში ჩატარებული ფინანსური სტრეს-ტესტების შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ტესტირების მიზანია ევროსაბჭოს ფინანსური სისტემის მდგომარეობის განსაზღვრა. ტესტების შედეგად გამოვლინდება ფინანსური ორგანიზაციები და ახალი ეკონომიკური რყევების გადატანა. ევროპის საკრედიტო დაწესებულებები და ბანკები სტრეს-ტესტების შედეგებს საკუთარ ვებ-გვერდებზე განათავსებენ. ევროპის ფინანსური სექტორის მდგომარეობის გამო შეწუხებული ინვესტორები ევროპის 91 ბანკში ჩატარებული შემოწმებების შედეგებს მოუთმენლადელიან. ევროპის ბანკების სტრეს-ტესტების შედეგები, რომლებიც ევროსაბჭოს საბანკო სისტემის მდგომარეობას გამოავლენს, დღეს გამოქვეყნდა. ტესტირების მიზანია გამოავლინოს შეუძლიათ თუ არა ფინანსურ ორგანიზაციებს ახალი ეკონომიკური რყევების გადატანა. შესამოწმებელ ბანკებს შორის მსოფლიოს 4 ლიდერი ბანკიც მოხვდა. ესენი არიან RBS, Lloyds, HSBC და Barclays. ბრიტანეთის ფინანსური მომსახურების მმართველობის განცხადებით ადგილობრივმა ბანკებმა მდგრადობის ტესტები წარმატებულად გაიარეს. ექსპერტების აზრით გერმანიის და ესპანეთის ბანკები შედარებით უფრო მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან. თუმცა ჩატარებული ტესტების სიმკაცრის მიუხედავად ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ოპტიმისტურად ელოდებიან, რომ მათი ქვეყნის ბანკებიც გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ. ტესტების მიზანი საფინანსო სექტორის სუსტი მოთამაშეების გამოვლენაა. თუ შენ სუსტი ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა წახვიდე. უბრალოდ გარკვეული ზომები უნდა მიიღო შენი კაპიტალის გასაუმჯობესებლად. ევროსაბჭოს მიერ ახალი 10 მილიარდიანი ფონდი შეიქმნა, რომელიც შესუსტებულ ბანკებს კაპიტალის აღდგენაში ეხმარება. ვფიქრობ, რომ ეს ტესტები მსოფლიო ბანკებს რეპუტაციის დასაბრუნებლად ნამდვილად გამოუდგება. ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემაა, ასევე დიდი პრობლემებია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გამო ქვეყანას დიდი ვალები აქვს. თუმცა ვიცით, რომ ესპანეთის ფინანსური დაწესებულებების მდგომარეობა ზოგადად ესპანეთის ეკონომიკასთან შედარებით უფრო სტაბილურია. გამოცდის წარმატებულად ჩაბარებისათვის ბანკებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათი კაპიტალიზაციის დონე ნებისმიერი ეკონომიური სცენარების შემთხვევაში საკმაოდ მაღალი იქნება და რეგულატორების დაკმაყოფილება შეძლებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის ომის დროს დაღუპული 3 ამერიკელი ჯარისკაცის რეპატრიაციის ცერემონიას დაესწრო. ჯარისკაცების ნეშტებს დნმ-ის ანალიზის ჩასატარებლად ჰავაიში გადაიყვანენ. ვიეტნამში ვიზიტის დროს ჰილარი კლინტონმა ვიეტნამის დედაქალაქის სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის რეგიონალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 1975 წელს ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ ვიეტნამიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 655 ჯარისკაცის რეპატრიაცია განხორციელდა. თუმცა შეერთებული შტატების ინფორმაციით 1720 ამერიკელი ჯარისკაცი ამ დრომდე უგზო-უკლო დაკარგულად ითვლება. აეროპორტში ჩატარებული რეპატრიაციის ცერემონიის შემდეგ კლინტონმა ვიეტნამი დატოვა. ათობით პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე შეტაკება მოხდა. შეტაკების მიზანი წყარო გახდა, სადაც ებრაელი მოსახლეობა პალესტინელებს არუშებს. ადგილობრივი პალესტინელები აცხადებენ, რომ ისინი საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე წყაროსთან 2008 წლის შემდეგ ვერ მიდიან, რადგან სოფელის ებრაელი მოსახლეობა მათ ამის უფლებას არ აძლევს. აქციის მონაწილეები პოლიციას ქვებს ესროდნენ, მათ დასარბევად პოლიციამ შემცადენი გაზი გამოიყენა. Tom Cruise და მისი პარტნიორი ფილმიდან რაინდი და დღე ვარსკვლავი კემერონ დიასი ერთმანეთს ბრიტანეთის ტრეკზე შეეჯიბრნენ. კრუზი და დიასი ფილმის რეკლამის მიზნით ევროპის გარშემო მოგზაურობდნენ. ფილმში ჭარბობს ავტომობილები და მოტოციკლეტები. Tom Cruise კვირას BBC-ს გადაცემა Top Gear-ში რუბრიკა ვარსკვლავის სწორად შერჩეულ მანქანაში გამოჩნდება. Tom Cruise და მისი პარტნიორი ფილმიდან რაინდი და დღე ვარსკვლავი კემერონ დიასი ერთმანეთს ბრიტანეთის ტრეკზე შეეჯიბრნენ, თუ ვინ უფრო სწრაფ სტრესს დაარტყავდა. რბოლის შემდეგ ლონდონში გამართულ რაინდი და დღის პრემიერაზე კრუზმა აღნიშნა, რომ შესანიშნავი დრო გაატარა. რუბრიკა ვარსკვლავის სწორად შერჩეულ მანქანაშის ამჟამინდელი ჩემპიონი ჰარი პოტერი, ანუ მსახიობი რუპერტ გრინტი გახლავთ. კრუზი და დიასი ფილმის რეკლამის მიზნით ევროპის გარშემო მოგზაურობენ. ფილმში ჭარბობს ავტომობილები და მოტოციკლეტები. მიყვარს სწრაფი მანქანები და მოტოციკლეტები. ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობაში სულ მინდოდა ხოლმე კარტინგზე ან მოტოციკლეტზე დაჯდომა.
Well, we drove a car. გინდა დაიჯერეთ, გინდათ არა, მართლაც ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. შეჯიბრის რეზულტატები კვირას გამოცხადდება. თუმცა ჩვენ წინასწარ ვიცით რეზულტატი და დიდი სურვილი გვაქვს ვინმეს დროზე ადრე უთხრათ. კარგი რეზულტატი იქნება. იმედი მაქვს კვირას ყველა უყურებს გადაცემას.